ხალბატონო მაია ცოტა რთული კითხვაა ჩემთვის, მაგრამ მაინც უნდა დავსვა. მშობლისგან, მამისგან თუ ყოფილა ძალადობა შვილებს? ძალიან ბევრი. მამინაცვლისგან არა, აი ბიოლოგიური მამისგან. ბიოლოგიური. სექსუალური ძალადობა. კი ბატონო, კი ბატონო. ნუ მამისგან, ძმისგან, ბაბუისგან. კი. და იცით რა არის? რატო არის სამართლებრივად ჩარევა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც გოგონა მამისგან გარყვნილი ქმედება. არა გაუპატმა, აბსოლუტურად არა აქვს ბავშვისთვის მნიშვნელობა. აბსოლუტურად არა. დამაზიანებელია ნებისმიერი ესეთი ქმედება ბავშვის სხეულთან. შეხება სექსუალური მით უმეტეს ოჯახის წევრს და მით უმეტეს მამის მიმართ, რომელიც ვერ გაცხადდა, რომელიც ამ ოჯახის მასში მოიხარშა, დედამდე არ მივიდა, ხო? და ატარა ამ ადამიანმა მთელი ცხოვრება. და მერე აღმოჩნდა მსხვერპლი მისი ოჯახის სხვა წევრი, მისი შვილი და აი, როდესაც ოჯახში არის ასეთი შემთხვევა, თუ გვინდა, რომ ეს ჯაჭვი გაწყდეს, აუცილებელია სამართლებრივი რეაგირება. ხშირად მამა და ხომ ვერ ვიტყვი დედა ჩემი მოკვდება, გადაყვება ამ ამბავს, ბევრი ბარიერია და გასაგებია, მაგრამ იმის რომ არ მოხდეს აი ამ ქმედების თაობიდან თაობაზე გადატანა, აქ სამართლებრივი რეაგირება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგადად ადამიანისთვის, რომელსაც მეორე ადამიანმა ზიანი მიაყენა, მისი რეაბილიტაციისთვის, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია სამართლებრივი რეაბილიტაცია. აი თუ ეს ერთად მიდის, ჩვენ გავდივართ ძალიან კარგ შედეგზე. ანუ ის რო დაისაჯოს? როგორ? რო დაისაჯოს მოძალადე. რა თქმა უნდა.